მეცნიერმა ილია ვეგუამ მაშინ ძალდებოდა საქართველოს მეცნიერებათა საერთო მაშინ ეროვნული სიტყვა იყო აკადემიის პრეზიდენტი ვიდრე 72 წელს მისმა მასწავლებელმა ნიკოლოზ მუსხელიშვილმა ასე რეკომენდაცია გაუწია და აქ საქართველოში ბევრს არ უნდოდა იმიტომ რომ არის რაღაცა რეგიონი და მაშინ რა თქმა უნდა ატომი ჩამოვიდნენ მაშინ საბჭოთა კავშირი დიდი აკადემიის პრეზიდენტი კელდიში და თქვა რომ მუსხელიშვილს არ უნდაო პრეზიდენტობა უკვე ჯანმრთელობა არ უწყობდა და ვინყავთო ილია ვეგუაზე მეტია მის შემდეგ რომ გასაგებია გაჩერდა ეს მოხდა რებრენდინგი აკადემიისა რომელიც ჩვენი აკადემიასთან შედარებით რომელიც ჩვენ საბავშვო ბაღი ვარ სულ 15 წლის ვარ ხუმავხაზების მეცნიერებათა აკადემია და მისი პირველი რექტორია ხო მაგის აკადემიის ბატონი გიორგი ჩიტაია, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან ცნობილი ეთნოლოგი, მეცნიერი და ასე შემდეგ და იმის შემდეგ ესე იგი ეს აზისის აკადემია სხვადასხვა ესე იგი პრეზიდენტების თქვა ხელმძღვანელობით იყო მგონი რამოდენობა 3000-ის შემოგარეთის, მაგრამ დღეს ბოლოს ვილაპარაკე ბატონს. მე ასევე მოხარული ვარ რომ აქ ტარდება ეს ქართულ უნივერსიტეტში, რადგანაც 2009 წელს, როცა დაარსდა პატრიარქის პატრონაჟით ეს უნივერსიტეტი, 30 მეცნიერებათა დოქტორი ვიყავით, სწორად გამიგეთ, ის მაღალი დოქტორები რასაც ქვია, როიმ მეტროველი, ჰამლეტ მელას, ბევრი სხვა, ერთ-ერთი მეც ვიყავ. და აქ ამ ინსტიტუტში, ამ უნივერსიტეტში ვიმუშავე 2009 წლიდან 2018 წლამდე. და სხვადასხვა ამ უნივერსიტეტში პირველი სადოქტორო დისერტაცია იყო დაცული ჩემი ხელმძღვანელობით, თემურ ჩილაჩევაძე, მაგრამ დოქტორანტი იყო უკვე ფაზისის აკადემიის ახალი წევრი ნუსარკერესელი. შესაბამისად, გარკვეული ასოციაციები მაგდა არაფერს არ მაღალავდა სამაგისტრო და საბაკალავრო თემებზე, იქ ჩვენ ადრე აქ ვატარებდით, მე გვერდის მათემატიკის სპეციალობა იყო, მე რა თქმა უნდა დარჩა ჰუმანიტარული და ჩვენც არა. საერთოდ უნივერსიტეტი სადაც არ არის ზუსტი მეცნიერება, ის უნივერსიტეტი არ არის. მაგრამ მე ჩემი მოსაზრება. აქვე მე მინდა თქვა, რომ ფაზისის აკადემია დღეს მართლაც არის ისეთი აკადემია, სადაც ბევრ ქართველს, ვისაც ცოტა მაინც აკითხული აქვს ერთი წიგნი აქვს თუ და სათაური წიგნის, უნდა ამ აკადემიის წევრობა. რატომ? იმიტომ რომ მართლაც ისტორიულად ყველაზე პირველი აკადემია დაანჩენია ყველაფერი წარმოიშვა და ბუნებრივია რომ აქ მოღვაწეობდნენ როგორც პირველი ქრისტიანი მეცნიერი არტიომ ფაზისელი აგიამ არ აღნიშნა, მაგრამ მინდა გითხრა რომ ბატონი გიამერის კონფერენციას გავაკეთებთ ბატონ გამოვა მოხსენებით პირველი ქართველი მეცნიერი იყო პელაზი ცნობილი როგორც ბერძენი პითაგორა. აი ბატონ გიას კვლევა არის. ეს არის ისეთი გადატრიალება მათემატიკურ სამყაროში, რატომ? ყველა იცნობს ეხა ფილოლოგია, ჰუმანიტარია თუ მათემატიკოსია პითაგორას თეორემას სახელწოდება მაინც და ბუნებრივია ყველგან